როცა მშობელი აგრესიულია შვილის მიმართ, რა მიზეზიც არ უნდა კონდეს. მიზეზი არ ამართლებს აგრესიას. სატანა რას აკეთებს? ბნელი ცდილობს ღმერთს წაართვას შვილი და ბნელი ცდილობს შენ წაგართვას შვილი. როგორ? შენი ბრაზით და აგრესიით და იმით რომ არ გესმის შენი შვილის და ყველაფერს აგიხსნი როგორ ხდება ეს შენ თავს. შენ შვილს ისეთივე სიყვარული სჭირდება მშობლისგან, როგორც სიყვარულსაც უფალი გაძლევს და როგორც შენ შვილს ეპყრობი მოყვასით ან ბრაზით და მტრულით. იმის ხატი ხარ შენ, ან უფლის ხატი ხარ, ან სატანის ხატი ხარ. გინდა ეს თუ არ გინდა, რასაც მოქმედებს შენ შვილთან, ის ხარ. რა მიზეზიც არ უნდა მოგივიდეს თავში. შენ თავში ყველა მიზეზი მოგივა ბრაზის ყველა მიზეზ გაარემონტებ. ბნელი გირემონტებს თავში. არ რემონტდება ბრაზი, ჩხუბი, ბღავილი, ყველაფერი ეს. ამას არ აქვს გამართლება, განსაკუთრებით შვილის მიმართ. ხშირია შემთხვევა, როდესაც შვილი წესიერია, კეთილშობილია, დიდად არაშავებს არაფერს, მაგრამ მშობელი მაინც რაღაც პრობლემას უძებნის, რადგან მასშია რაღაც პრობლემა და ეს პრობლემა სად უნდა გამოვლინდეს? შვილთან. რატომ შვილთან? იმიტომ რომ შენ რომ პრობლემა გააქვს, ამ პრობლემის უკან დგას ბნელი. ბნელის პირველწყარო მიზანი არის მშობელს დააშოროს შვილი, ოჯახის წევრს დააშოროს ოჯახის წევრი. პირველწყარო დამარცხებაა ადამიანის ეს, ოჯახის დაშლა. რადგან პირველწყარო ცოდვა არის ის, რაც სატანამ გააკეთა. სატანის პირველწყარო ცოდვა არის უფალი და ადამიანი რომ ერთმანეთს დააშორა ცოდვის შედეგად. და თუ მშობელს პრობლემები აქვს და არ არის დალაგებული შიგნით, ყოველთვის ეს პრობლემები გადააქვს ყველაზე უსუსურზე, შვილზე. გარეთ ვერ გადაიტანს პასუხისმოთხოვენ, მეუღლესთან კარგი რაღაცას გადაიტანს, მეუღლე მაინც უპასუხებს და შვილი რჩება ერთადერთი, ვიზეც ბნელი იყრის ჯავრს, ვიზეც ბნელი გაყრევინებს ჯავრს. და მშობელი როდესაც ზრდის შვილს, ის მიჩვეული არის რომ მართოს შვილი ბავშვობიდან, ჩვილობიდან, მაგრამ როგორც კი ბავშვი საკუთარ ცნობიერში მოდის, მშობელი არ აჩერებს შვილის მართვას და გარდაიქმნება ხოლმე დიქტატორად. ეხლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვილს შენიშვნა არ უნდა მიცეს, სწორ გზაზე არ უნდა დააყენო, მაგრამ ბღავილით, ჩხუბით და ამ ყველაფრით შენ შვილს კარგავ პირდაპირ მნიშვნელობით. რადგან შენ ღმერთით არ ელაპარაკები შვილს, ბნელით ელაპარაკები და ბნელი ყოველთვის გაშორებს ოჯახს, შვილს. და ასეთი მშობელი ცდილობს შვილი მართოს. გავიწყდება რომ შვილი შენ არ გეკუთვნის. შვილი ეკუთვნის ღმერთს და ღმერთმა მიცა შენ შვილს თავისუფალი ნება, ისევე როგორც შენ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იმას არ ნიშნავს რომ შვილი თუ ხრამში ვარდება, შენ ხმა არ მოიღო. არა. შენი შვილი რაც არ უნდა ხრამში ვარდებოდეს, მაშინ ჭირდება შენი სიყვარული, შენი გაგება, შენი მოსმენა და შენ ამის ნაცვლად რას აკეთებ? ბღავი ხარ, ჩხუბობ, ტკივილს აყენებ. პრობლემა როცა აქვს შენთან არ მოდის. გაქცევა უნდა შენგან, სახლიდან და მივალ მერე რა ემართება შენ შვილს. ის ემართება, რისიც ყველაზე მეტად გეშინია. შვილი ეკუთვნის ღმერთს. კარგად დაიმახსოვრე ეს. ისევე როგორც შენ ეკუთვნი ღმერთს. ის შენი შვილია, მაგრამ ის არის თავისუფალი ნების მქონე და შენ მას რომ ზღუდავ, ფორმებში აქცევ, შენს კომპლექსებს ასხამ თავზე, აკომპლექსებ, თრგუნავ ისედაც გარდამტეხის ასაკშია და ამ ყველაფერს უშვები, ბოროტს ჩადიხარ საკუთარი შვილის მიმართ, რომელიც უჯრედ გაზარდე და გავიწყდება შვილს რომ ყოველთვის მოყვასით რომ უნდა ელაპარაკო, გავიწყდება. როცა შვილს ზღუდავ და ეჩხუბები იმის ნაცვლად რომ მოусმინო, იმის ნაცვლად რომ მოეფერო, ეჩხუბები იმის ნაცვლად რომ შვიდა დაუხსნა, ეჩხუბები, გაიგე? ღმერთის ხმა კი არ შეგაქვს მასში, ბნელის ხმა შეგაქვს მასში. რატომ ეჩხუბები შენ შვილს იცი? რატომ ვერ პოულობ შენ შვილთან საერთო ენას იცი? იმიტომ რომ ღმერთი არ ყოფნის შიგნით. ღმერთი რატომ არ ყოფნის შიგნით იცი? იმიტომ რომ ბნელი გყავს. და აცნობიერებ თუ არა ბნელი რას უგეგმავს შენს ქალიშვილს, შენს ბიჭს. იცი? იმის ნაცვლად რომ კამათებში ხარ შენ შვილთან, იმის ნაცვლად რომ უსმენდე მას და გაგებით მოეკიდო მის ნათქვამს და გაიგო რას გეუბნება. იმის ნაცვლად რომ გიყვარდეს, ეფერებოდე და ზრუნავდე მასზე და ამით უფრო ახლოს მოიყვანო შენთან, შენი რჩევა რომ უფრო მეტად მოისმინოს. ამის ნაცვლად რომ ეჩხუბები, შენ მას კარგავ. შენ შვილს უნდა შენი სახლიდან გაქცევა, კომფორტულად ვეღარ გრძნობს თავს სახლში, რადგან ბნელი ებძვის შენი სახით, მშობლის სახით. და ნახე, შენი ჩხუბი მას ურტყამს როგორც ეკლიანი მათრახი. რატომ? იმიტომ რომ შენს მიმართ არანაირი დაცვა არ უყენია, არც სულიერად, არც ენერგეტიკულად, არანაირად. მშობელი ხარ და მშობლის თითეული სიტყვა თუნდაც წყევლა ხუმრობით. თითეული სიტყვა ანადგურებს
აზრებს შენი შვილის მდგომარეობას პირდაპირ. ამის გამო არ უნდა სახლში ყოფნა, მშვიდში არ არის შენთან, არ არის იმ სიყვარულში შენთან, სახლში რომ მოდის დაგრუზულია, სტრესშია, ამ ყველაფერზე გამუდმებით ფიქრობს და სასაცილო იცი რა არის? შენ ვითომ მკაცრი, იმიტომ ხარ, რომ შენი შვილი დაიცვა ვითომ. ბნელი ამას გეუბნება და ამის საწინააღმდეგო ხდება. რისის გეშინია, იმას გიგეგმავს ბნელი, რადგან ბნელით მოქმედებ და ბნელის მიზანგეგმას ანხორციელებ ამით. და მკაცრი ხარ გეშინია, რომ არ გამეძავდეს, ხელიდან არ წავიდეს და სინამდვილეში უკვე წასულია შენგან. ემოციურად, პიროვნულად, სულიერად, ფიზიკურად აღარ მოდის, სახლში აღარ უნდა. ღამე მოდის, რომ რაც შეიძლება ცოტა დრო გაატაროს სახლში. და შენი ბნელი, იგივე შენ, ბნელს რომ უსმენ, იმიტომ აყენებს შენ შვილს დისკომფორტში, რომ სწორედ ის მოხდეს, რისიც გეშინია. ბნელი გიგეგმავს ამ ბნელი გამოხატულებით, რომ შენი შვილი გაიქცეს სახლიდან რაც შეიძლება მალე. ნახე, სტატისტიკურად ესეა, რასაც ვიტყვი. და ბუნებრივია, ესეც ხდება. შენ რომ შენ შვილს ეჩხუბები, დაძაბული ხარ და ყველა იმ პროცესში ხარ, რაც მიაღწევ, შენი შვილი, გოგო თუ არის, ბიჭის შემთხვევასაც განვიხილავ, პირველივე შემთხვედრს მიყვება ცოლად. სახლიდან წასვლა უნდა, დისკომფორტის მოშორება უნდა და პირველივე შემთხვედრს მიყვება ცოლად, რადგან შენ ხარ ის გამღიზიანებელი, რომლის გამოც პირველივე კერძს მიირთმევს და მერე კოშმარშია. როგორც კი 18 უსრულდება, სახლიდან გაქცევა უნდა, გათხოვება უნდა, მოშორდეს უნდა შენს გარემოს და შენ შვილს ეს იმიტომ უნდა, რომ შენმა ბნელმა შენი დახმარებით შენ შვილს შეუქმნა არაკეთილსინდისიერი პირობები საკუთარ სახლშივე, მშობლის სახით. ქაოსი შეიყვანე მასში, არასტაბილურობა შეიყვანე, კამათი შეიყვანე, ბრაზი შეიყვანე, ცუდი სიტყვები შეიყვანე შენ შვილში და აიძულე, რაც შეიძლება მალე წავიდეს სახლიდან და გამუდმებით ამაზე ფიქრობს. ოღონდ შენ ეს არ იცი და სახლიდან გაქცევა უნდა, შენგან უნდა გაქცევა და ამის გამო პირველივე შემთხვედრს მიყვება ცოლად ფაქტობრივად და უბედურდება და მერე გამოხვალ და იმაზე დაუწყებ შენ შვილს ჩუბს, რატომ გაყევი ამას და რომ შენ ცუდი ხარ და აყვედრი იმას, რაც შენ დამართე შენ შვილს. შენს გამო გააკეთა ეს არჩევანი, ქაოსი რომ შეიტანე მასში, შენთან ვერ მოვიდა, ვერც რჩევა კითხა, ვერაფერი გაქცევა უნდა, შენ გააკეთე და შენივე მოქმედებას აყვედრი მერე. და ეუბნები, ვის გაყევი ამას, რატო გაყევი, რატო გააკეთეს, რისთვის გააკეთეს? სერიოზულად, ხო? შენ გამო გააკეთა. ქაოსი შეიტანე, ისედაც გარდამტეხის ასაკი აქვს. ქაოსია მთლიანად შიგნით და იმის ნაცვლად რომ შვიდი შეგეტანა მასში, ქაოსი შეიტანე და წიხლი ჩაარტყი ხრამში რომ გადამხტარიყო და მიდიხარ და მერე ეუბნები, რატომ გადახტი ხრამშიო? აი ეს არის შეპყრობა. გაიგე? და განთავისუფლდი აქედან. აღარ ქნა ეს. არაცადე სახლში გაჩერება ნორმალურად, არაცადე ნორმალურად ესწავლა, არაცადე მშვიდად ყოფილიყო თავის თავში, არაცადე შეცდომა რომ დაუშვა, თავად გაეცნობიერებია და მშვიდით რომ აგეხსნა მისთვის, რაც არ უნდა კატასტროფა ჩაედინა, რომ შვილო ეს არის შეცდომა, რომ ეს ესწავლა შენგან და შენგან რა სწავლობს, კამას და ჩხუბს და მერე რომ თხოვდება რა ემართება, ჩხუბობს, რადგან ეს მაგალითი მიეცი და წახნაგობრივად ანადგურებ შვილს. შენივე ხელით შენ შვილს ბნელი უპროექტებს კოშმარს, უპროექტებს ბნელ მომავალს და შენი შვილის მდგომარეობა შენს კისერზეა პირდაპირი მნიშვნელობით. იმიტომ რომ სიყვარული არ მიეცი, გაგება არ მიეცი, მოსმენა არ მიეცი, მოთმინება არ მიეცი, მოყვასი არ მიეცი, ეს მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა. დაბადების დღე რომ აქვს და მხიარულად რომ არის და ეფერები, ეს კი არ არის თავარი. ყველაზე მეტად როცა ჭირდება შენი მშვიდი, შენი სიყვარული, მაშინ არ აძლევ და მაშინ აძლევ ბნელს. ამაშია შენი დანაშაული და აღარ ქნა ეს და თუ გააკეთე ეს, გამოასწორე, მოუბოდიშე და დღეიდან შეცვალე მიდგომა. დედა იქნები თუ მამა, არ აქვს ამას მნიშვნელობა. და მერე გადიხარ გარეთ და გარეთ კეთილშობილური სახე გააქვს, ნიღაბი და შვილთან კოშმარი და სასაცილო იცი რა არის? მაგალითად ეხლა ადრე შეიძლება შენ ეს კოშმარი გეკეთებია და შენგან არ წავიდო და არავინ. მაგრამ ეხლა ისეთი შუქები შემოდის, რომ ადამიანი ვეღარ ეგუება, ღმერთი შედის ხალხში, ვეღარ ეგუება შენს ბოროტებას და გარბის და ადრე თუ გვიან დაგტოვებს შვილი. გესმის? და მერე მასეთი თავაწეული ვეღარ ივლი გარეთ. თავდაწეული ივლი გარეთ, რადგან ყველა მიხვდება, რომ შვილმა მიგატოვა. ან ცოლმა და შვილმა მიგატოვა, ან ქმარმა და შვილმა მიგატოვა. და მერე ვეღარ ივლი ესე
გემოთ თავაწეული. ამიტომ სანამ დრო გაქვს, ღმერთი შემოუშვი შენში. სანამ დრო გაქვს და დილით მზეს ხედავ. შეურიგდი შენს მშობელს, შეურიგდი შენს შვილს, დედას, მამას, შეურიგდი. ამაზე დიდი ცოდვა არ არსებობს დედამიწაზე. ხალხო, გააცნობიერეთ ეს. ბნელი გაშორებთ თქვენ და არა თქვენი ბრაზები და თქვენი ვითომ წყენები და ვითომ ესე რატო არ მომექცა, ისე რატომ არ ქნა და ასე რატომ არ ქნა. ეს ყველაფერი არის ცრუ, რაც შენ თავში გაქვს. ერთადერთი ჭეშმარიტება არის ეს. სატანა აშორებს ადამიანს ღმერთს, მის შვილს და შენ გაშორებს შენ შვილს, შენს მშობელს, ოჯახის წევრს. გესმის? და შენ ამას რომ ექვემდებარები, შენ ექვემდებარები სატანის პირველწყარო ცოდვას. შენ აღასრულებ სატანის მთავარ ცოდვას ამით. ამიტომ გამოასწორე, მიუტევე, რაც არ უნდა გითხრას, მოусმინე, გაიგე, გაუგე, გადადეს, დალპობილი ეს აყროლებული ეგო, რომელიც უკვე აგიყროლდა, უკვე ისე აგიყროლდა, რომ აღარ იცი რა უქნა და რა მაგალითს აძლევს შენ შვილს. შენ თუ შვილი ხარ და შენ თუ შენს მშობელს არ ელაპარაკები. რა მაგალითს აძლევ შენს შვილს, რომელიც შეხედავს, რომ მშობელს თურმე შეიძლება არ ელაპარაკებოდე. თურმე ეს შესაძლებელი ყოფილა. მშობელო, რა მაგალითს აძლევ შენს შვილის შვილს. შენ ხომ შენ შვილის შვილს უბრალოდ უნადგურებ ღვთიურ მაგალითს. და ეხლა რომ მოგიყვე წახნაგობრივად რა კოშმარს აკეთებ, ამ ყველაფრით ღამე აღარ დაგეძინება. გესმის? უბრალოდ დაალაგეთ ოჯახის წევრებთან ერთმანეთთან ურთიერთობა. თუ ხელით არ გეხება, თუ არ გცემს და ეს უკვე სხვა საკითხი. სხვა დანარჩენი მოგვარებადია. გესმის? გამოასწორე ეს ბნელის პროექტი, რომელიც შენ თავად დაუშვი შენს თავში. გაუშვი დამპალი ეგო, რომელიც გალპობს, ხო, გალპობს. ოღონდ შენ ამას ვერ ხვდები. რატო გალპობს, იცი? იმიტომ რომ შენ სატანას ეთანხმები, მაგით. ანუ სატანას ეთანხმები, რასაც ის ცდილობს, იმას ეთანხმები. სატანა ცდილობს ადამიანი და ღმერთი დააშოროს, შვილი და მშობელი და შენ ამას ეთანხმები, შენივე მაგალითით. რადგან რაც სატანამ გითხრა თავში, ის განახორციელე. და მერე მიდიხარ ტაძარში და ილოცები და გგონია ღმერთთან ხარ. შენ ღმერთთან არ ხარ პირველწყარო მაგალითით. და რანაირად ხარ ღმერთთან? პირველწყარო მაგალითით უნდა იყო ჯერ ღმერთთან, მშობელი და შვილი, მოყვასი, შიგნით სიყვარული და მოფერება. შენ რომ გითმენს, უფალი შენ სიმახინჯეებს და მეხს რომ არ გცემს თავზე. მაგაზე ხომ უნდა დაფიქრდე? რატომ არ გცემს მეხს თავზე? ხომ უნდა დაფიქრდე მაგაზე? ამ ხელა სიყვარულს რომ იჩენს, მაგალითს რომ გაჩვენებს. შენც მაგალითი უბრალო წვრილმანში ვერ უნდა აჩვენო? აჩვენე მაგალითი. ღმერთთან დაბრუნდი, მაშასადამე დაბრუნდი შენს მშობელთან, შენს შვილთან, ოჯახის წევრთან. შენი ოჯახის წევრია, გაგახსენდეს. სისხლი და ხორცია შენი, შენი შვილია, გაიხსენე ვინ არის და როგორ უნდა ელაპარაკო. ხელში რომ გეჭირა ჩვილი და აქნევდი და ფიქრობდი, ღმერთო ეს რა საჩუქარი მომეციო, რატომ დაგავიწყდა ეს? გაიხსენე ეს. ნუ ეჩხუბები, ნუ უბღავი ხარ, სიყვარული უნდა მას. ისედაც რთულ პერიოდს გადის. რაც ნაკლებ სიყვარულს ჩადებს შენს შვილში, განსაკუთრებით მაშინ როცა ჭირდება შენი სიყვარული, მით უფრო ბედნიერი და წარმატებული იქნება შენი შვილი. და რაც უფრო ისე იქცევი, როგორც იქცევი, შენ თავად ანადგურებ შენს შვილს. და მერე აყვედრი რატომ ხარ ცუდიო. და ამას თუ არ იზამ, წასულია შენი საქმე და შენი შვილის საქმე. არც შენი მსახურება ამ უბედურებას და არც შენი შვილი და ეწიე ღმერთს, მოყვასი გააღვიძე შენში და ღმერთით ელაპარაკე ყოველთვის განურჩევლად შენს შვილს.